Დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, დაგვშა სულ რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ ჩვენს სტუმრებს მივცეთ შესაძლებლობა დასკვნითი სიტყვები თქვან. ბატონ მახას, თქვენ გაძლევთ პირველად სიტყვას და მინდა პასუხი შეკითხვაზე, რომელზეც თქვენ თქვით, რომ გააქვთ პასუხი. აქ იყო ლაპარაკი ეს სისტემა, თუნდაც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დაინგრა თუ მოხდა მისი გადაბარება. ეს იყო დისკუსიის თემა. თქვენ როგორ ფიქრობთ? მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს სისტემა არ არის ახალი, ძველია, FBR-მა შექმნა თავის დროზე ედგარ გუვერი იყო ესეთი FBR-ის ხელმძღვანელი, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს სისტემა, კომპრომატების სისტემა. რადგანაც სააკაშვილის ხელისუფლება დიქტატორულ გზას დაადგა და ავტორიტარულ მმართველობას დაადგა და მას მხარს უმაგრებდნენ თავიანთი ლობისტები, რომლებიც დღესაც მრავლად უმაგრებენ მხარს ამ კაცრ კურსს, რომელსაც სააკაშვილი ატარებდა. მთავარი მიზანი მათთვის იყო, რომ ის საგარეო მიმართულებით შავი პიარი შეექმნათ ყველა მიმართულებით, რომ ოღონდ სააკაშვილი შეენარჩუნებინათ, სააკაშვილი მიდიოდა ყველაფერზე. ამიტომ მათთვის მოსახერხებელი იყო. შესაბამისად, სააკაშვილს ჰქონდა ხელფეხი გახსნილი და ის ქმნიდნენ, ისინი აყალიბებდნენ სიეს, შავ სიებს, ყველამ კარგად ვიცით, ეს გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, სააკაშვილი და ალბათ ადეიშვილიც მონაწილეობდა სავარაუდოდ და ახალაიაც ამ შავი სიების შედგენაში. ჟურნალისტი იყო ეს, პოლიტიკოსი იყო, ბიზნესმენი იყო, თუ ვინ იყო და როგორ იყო. ყველაზე ჰქონდა დოსიეები, ვინ რას წარმოადგენდა, ვის რა ჰქონდა სუსტი წერტილი. სწავლობდნენ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს და ამ თვალსაზრისით მანიპულირებდნენ. დღეს ჩვენ ვაკვირდებით, რომ სააკაშვილის ორბიტაზე ჯერ კიდევ ბევრი არასამთავრობო და ბევრი პოლიტიკური პარტიაც დარჩა. ჩემდა გასაკვირად. მაგრამ მე ამას მივაწერ იმას, რომ ზუსტად მათ აქვთ ეს საიდუმლო ჩანაწერები, ფარული ჩანაწერები, კომპრომატები ამ ადამიანებზე. ამიტომაც ისინი ისევ ეძებენ იმ ბოდიში და კარმუშკას, რა კარმუშკითაც ისინი იკვებებოდნენ და მეორე ფაქტორი არის, რომ მაკომპრომენტირებელი დოკუმენტებიც არსებობს, რომელთაც ისინი კომპრომენტაციას განიცდიან. ეს არის ის სისტემა. ახლა ვინ შექმნა ეს სისტემა? ოცნების ხალხს მართლა არ შეუქმნია, იმიტომ რომ ეს ფაქტია. ეხლა არც იმას გამოვრიცხავ, როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ გავანადგურებთ ყველა დოკუმენტაციას. მე მაშინ ვეთქვი, რომ ამის განადგურება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ეგზემპლარი, ეს არის მინიმუმ 10-14 ეგზემპლარი, იმიტომ რომ სააკაშვილს აუცილებლად ექნებოდა, ეს ექნებოდა ახალაიას, ეს ექნებოდა მეორე ახალაიას, მერაბიშვილს, ადეიშვილს, იგივე აი ამ ადამიანებს. და ღამე ძილის წინ უყურებენ. რა თქმა უნდა. თქვენ ეჭვგებარებოდ, რომ სააკაშვილი ამას უყურებდა. კომპრომატია, ზუსტად. სააკაშვილი ამას რო უყურებდა, რომ ხითხითებდა, მე ადამიანმა მომიყვა, ვინც მის დაცვაში მონაწილეობდა და რეებს აკეთებდა, ბათუმში რო ჩადიოდა, ეგეც ყველაფერი ვიცი და ეხლა უბრალოდ ჩემთვის პოლიტიკური გვამია ეს ადამიანი და თქვენ მე მიკვირს უბრალოდ ამ ადამიანთან რა გაკავშირებს. ახალგაზრდა კაცი ხარ? კომპრომატია ჩემზეც და აი ეგ თქვენ შეიძლება, ეგ არ ვიცი. თქვენი ლოგიკა ახლა რომ გავყვეთ. ეგ თქვენ შეიძლება წინა ხელისუფლებას დღეს ყავს 10,000-ობით მხარდამჭერი. ან გაფინანსებენ. წინა ხელისუფლებას 100,000 რეიტინგებში ხარ ეს არჩეს ხარ. ხუთი კაცი არ აქვს წინა ხელისუფლებას. ხუთი კაცი არჩევნების შედეგები განახებთ რაც აკავთ. წინა ნებისმიერი წინა არჩევნები ავიღოთ. გინდა თვითმმართველობის არჩევნები აიღოთ, გინდა იმის წინა არჩევნები. ზუსტად ამბობ რომ ნაციონალებთან მე რა კავშირი მაქვს და მე ფაქტებზე მე ფაქტებზე გიყვებით თქვენ ახლა წინა არჩევნების შედეგები აიღეთ მართალია ეგ რამდენი ირმა ინაშვილმა აიღო ორი ნაკლები მანდატი და ირმა ინაშვილზე არ მესაუბრებ და მეუბნები ნაციონალურმა თვითმმართველობაზე რამდენი კაცი შეიყვანა მე არ ვიცი მე გეუბნებით ხმების საერთო რაოდენობას რაც აიღო ახლა პროპორციაზე და მათემატიკაზე არ ეს კონკრეტულ ფაქტზე მე სადმი რუსთავი ორის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებზე გსურთ რაღაცის არის ოდესაც ვინც დაწერა ვითომ 2000 შენ იმედი მოგეცეს ზვიად რომ კიდევ არის დიდი ხანია ნაციონალების ფონდში და თქვენი ლოგიკა რაც დოჩერნე კამპანიაა, რასაც ქვია, თქვენი ლოგიკა შვილობილი რაც კომპანიაა და ერთი წუთი დაამთავრებინეთ და ეს კვლევები მიუთითებს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მთელი ნაციონალური მოძრაობა და ნაციონალური მოძრაობა არჩევნების თუ კი არ ემზადება, იმიტომ რომ სია ისეთი დააკომპლექტა. ხუთი კაცი არ იცნობს და ერთი გოჩრიძეა, რომელსაც ისეთი ისტორია აქვს, რომ შეიძლება რაღაცა ჩიკიტილო არის ფინანსებში ფაქტიურად კუპონი და კოშმარი დღემდე ახტოს. აი ერთ კითხვას დავსვავ, არ გამიგზავნოთ თქვენ და გექნებათ შესაძლებლობა ზურაბ ეხლა. მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. ეს ადამიანები დღეს ისეთ კვლევებს აქვეყნებენ, რომ თვითონაც არ ჯერავს. ეგ კვლევები თქვენ რომ ნაციონალური მოძრაობის შტაბში ჩაატაროთ, დარწმუნებული ყავი მაგ შედეგს ვერ მიიღეთ. გასაგებია თქვენი აზრი, გასაგებია. აი ამ კვლევაზე მინდა თქვენ დავამატო, არ ძალიან მოკლედ ვიტყვი. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ჩვენ ვთხოვეთო
GFK-ისო რომ იქნება ცდომილება ყოფილიყო 1%-ამდე. ანუ შეგვიძლია ჩვენ დავიკირავოთ კომპანია და უთხრათ რომ მოდი 10%-ამდე იყოს ცდომილება. არა, მოდი 1%-ამდე. უკვე არა ზუსტი იყოსო, რა შეიძლება ზუსტი იყოს. რას ნიშნავს? თუკი ის არის ავტორიტეტული, ზვიად, თუკი ის არის ავტორიტეტული. არა, გასაგებია ეს ჩვეულებრივი სტანდარტი. სოციოლოგიაც კარგად ვიცი და ჟურნალისტიკაც. კვლევები როგორ კეთდება, ესეც ძალიან კარგად ვიცი. კითხვა როგორც დაისვეო, მე არ მithქვამს რომ არის. პასუხსაც იგივეს მიიღო. მოდით თქვენ თუ გსურთ შემაჯამებელი თქვენი სიტყვის. საქართველოს შესაძლებლობა. დრო არა გვაქვს ბევრი, ამიტომ უნდა გავინაწილოთ ეს დრო. მე მგონია რომ დღეს იმაზე საუბარი რომ როდის შეიქმნა ეს სისტემა, ვინ შექმნა ეს სისტემა ჩვენი მხრიდან. აი რა დაუსვამს ამ ყველაფერს წერტილს. თუნდაც აი ეს დისკუსია სულ გრძელდება და ეჭვი მაქვს რომ კიდევ დიდხანს იქნება. ამ ყველაფერს დაუსვამს წერტილს ხელისუფლება, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და არა შერჩევითობის პრინციპით. რამდენჯერმე გაჟღერდა ითქვა აქ გირგვლიანის თემა, მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს გირგვლიანის მოსამართლე ვინ იყო და დღეს სად არის და რას წარმოადგენს. იგივე რადგან ხიზანიშვილის თემაზე ვსაუბრობთ. ხიზანიშვილი პარალელურად ხვედელიძე და ასე შემდეგ უამრავი პარალელი შეიძლება გაკეთდეს. რაც შეეხება პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ზოგადად, დღეს ეს ტერმინი ისეთი გაუბრალოებულია ჩვენთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა და იმდენკაციანი პოლიტპატიმართა სია გაკეთა, ნახევარის სახელი და გვარი. მე არა მაქვს სტატუსი პოლიტპატიმრის. თქვენ არ გულისხმობთ ზოგადად. გასაგებია, რატომ არ მოითხოვეთ? რატომ უნდა მომეთხოვა? გამოვედი. მე არ გედავებთ. თქვენ იზიარებთ ბატონ ზვიადის მოსაზრებას, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია. იცი მე ზვიადის მოსაზრებას კი არ ვიზიარებ, მე ვიზიარებ იმას, რომ ევროსასამართლომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია, რომ დარღვეულია ორი მუხლი, კონკრეტულად მე-5 და მე-18 და განმარტებულია ეს მუხლი. ეს თქვენთვის ნიშნავს, რომ მერაბიშვილი პოლიტპატიმარია? ეს ჩემთვის არ ნიშნავს. ამის განმარტება სპეციალისტები და სხვათა შორის მე ვამბობდი ამას, რომ ხო შეიძლება რომ სადღაც მაინც არსებობდეს თანხმობა. ერთი მხარე ამბობს, რომ არ არის პოლიტპატიმარი, მეორე მხარე ამას კითხულობს, როგორც თქვენ როგორი რწმენა ჩამოგიყალიბა? იცით რა არის? მე მაგალითად ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენ ვიცოდით წინა ხელისუფლება გვესმოდა, ხო? ახლა როცა სისტემური აი ამ დანაშაულებს ჩადიოდნენ, ყველას გვისმენდნენ, ამას აკეთებდნენ, იმას აკეთებდნენ. მე მაგალითად ველოდი, გულწრფელად, რომ ეს ხელისუფლება რომ მოვიდოდა, ამ ყველაფერს ჩვენ დაგვისაბუთებდა, რომ აი დიახ, ვანო მერაბიშვილი იყო მაგალითად ადამიანი თუ ბაჩუახალა თუ რა მნიშვნელობა, რომელიც აი იჭერდა ბავშვებს და უჯრაში ძვლები უწევდა. ნუ რაღაცას გვაჩვენებდა, ხო? ვანო მერაბიშვილი დაჭერილია ისეთ დანაშაულზე, რომელსაც მაგალითად არანაირი ის არა აქვს სარჩული, ასე ვთქვათ, ერთი წუთი არა, არაფერი, აქ ლაპარაკი არის იმ ეკონომიკურ დანაშაულზე, რაღაც დასუფთავების სამსახურში. ამაზე არის ერთ-ერთი დაჭერილი. კი, მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილი, თუკი ლაპარაკობთ იმაზე, რომ ვანო მერაბიშვილი იყო იმ სისტემის შემქმნელი ერთ-ერთი თავარი მოქმედი პირი, რომელმაც ანუ თქვენ ვერ დაინახეთ იყო თუ არა ის სისტემის შემქმნელი გამოძიებების შედეგად. ხელისუფლებას ნამდვილად მინდოდა და მაქვს სურვილი ხელისუფლებამ ნათლად დაგვანახოს ვინ შექმნა ეს სისტემა და იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაულის ჯერია. დიახ, ჩვენ მე როგორც ვხვდები ფინალისკენ მივდივართ გამოტოს შემაჯამებლად ვები და საზოგადოებას თხოვო რომ გაიაზროს თუ რა ჩაიბარა წინა ხელისუფლებამ, რომლის შემადგენელი ნაწილიც მე როგორც პატრულ ინსპექტორი ასე ვთქვათ მეც ვიყავი, წინა ხელისუფლებამ ჩაიბარა ის მემკვიდრეობა, რომ ჩვენს მამებს, ჩემი თაობის ჩვენს მამებს მანქანები ყავდათ მე-6 სართულზე აყვანილი და აივნებზე ყავდათ, იმიტომ რომ დაბლა ვერ ტოვებდნენ მანქანებს, დილით ან ბორბლები, ან თლიანი მანქანა არ ხდებოდა, ან გაძარცული მანქანა ხდებოდა, ან საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. ჩვენ გვინახავს, მე პირადად მინახავს აივანზე აყვანილი მანქანა, არაერთი ძალიან მასობრივად ასე იყო. ნუ თქვენ შეგიძლიათ შემეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ თქვენი ბუნებრივი მოცემულობა რაღაც ისეთ აზრს შეეწინააღმდეგოთ, რაც თქვენთვის მისაღები არ არის. მაგრამ კი ბატონო, კი საქართველოს სამწუხაროდ საქართველოს ახსოვს ეგ მდგომარეობა, რომ საქართველოში მანქანები ყავდა ხალხს ზალებში და სპალნებში და აივანებში აყვანილი. კი ბატონო, ეს იყო კი არის
ხენი გაგიგია. არ იყო სამწუხარო რეალობა იყო ეს ასეთი ჩვენი ქვეყნის. აი ამ მდგომარეობიდან ჩვენ მოვედით იმ მდგომარეობამდე ჩვენ აქ სხდომთა უმრავლესობა სავარაუდოდ მანქანებით ავართ, მე პირადად არ ამყავს მანქანა ჩაკეტილი, ისე ამავე მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია ეკონომიკური მდგომარეობა, მე კიდე მოვდივარ იმ ასე ვთქვათ ინერციით, რომ შევეჩვიე მანქანის არ ჩაკეტოს და ეხაც არ აქვს მანქანა ჩაკეტილი. აი ამ მდგომარეობამდე ვართ მოსული და ეს არის აი გულწრფელად გეუბნები, გულახდილად გეუბნები. მე მიმაჩნია რომ ეს არის მანო მერაბიშვილის დამსახურება და აი ამ მდგომარეობამდე, როდესაც მოვიდა სახელმწიფო იქ აუცილებლად რომ არ ყოფილიყო გადაცდომები და რომ არ ყოფილიყო შეცდომები და რომ არ ყოფილიყო სხვადასხვა არ შეიძლება სხვანაირად ვერ მოხდებოდა. როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორია კარგად საიკითხეზვია და ერთ-ერთი ანალოგები ასეთი როდესაც რაღაცას აკეთებს ადამიანი მას ყოველთვის ან ჩაკუჩი გაუვარდება ხელიდან ან უსმანი არ შემდგომ ჩაკუჩის გავარდას არაფერი პრობლემას ვიტყვი რაც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას არ დაუშვებ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ცოტა ხნის წინ ვახსენე ზუსტად დოკუმენტი რომელიც ცოცხი არის თქვენი სტილი პირდაპირ ჩვენ მოხვედით ცოცხით ხელისუფლებაში დიახ თქვენ მე როგორ მოვედი თქვენ ქართულმა ოცნებას თქვენ როცა გესაუბრებით გულისხმობ ქართულ ოცნებას მე რატომ გულისხმობ ქართულ ოცნებას იმიტომ რომ მე სულ არ იცი მე ქართულ ოცნებას ვიცავ თუ არა ერთი სიტყვა მითხარ რა ქართულ ოცნებას ასეცა ხელისუფლების პოზიციებს იცავ ხელისუფლების პოზიციებს კი არა შესაბამისად თქვენ იქნებით ნუ იქნებით ქართულ ოცნებას კარგი დრო აღარ აქვს ბატონებო ბატონ ზურაბ დრო აღარ გვაქვს ბატონ ზურაბს უნდა მიცეთ შესაძლებლობა თავი და თავი პრობლემა თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის მთავრობის წეგანდელ დოკუმენტზე როდესაც ვსაუბრობდი არის ეს დიპკორპუსთან არა შეიძლება ითქვას და პირდაპირ ითქვა არა კვალიფიციური ურთიერთობა PR-ი საზოგადოებასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ როდესაც გაერო აფინანსებს ისეთ დოკუმენტს, როგორც ამას წინათ შეიქმნა ამ 9 წლიანი სისტემის და ზოგადად სისტემა ჩამოყალიბდა ამ წიგში, როდესაც აგერ თაროზე შემოდებული ორი სტრასბურგის საქმე დევს, რომლის ჩვენებაც გაშლად შეუძლია საზოგადოებაში და პირდაპირ დაუმტკიცოს ადამიანები, რომლებიც არ ვიცი მე პირდაპირ ნაცარს აყრიან საზოგადოებას და ამბობენ რომ ეს ყველაფერი დადგმულიაო, გასაგებია ეს არის პარანოიაში ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ის ვეღარასდროს ვეღარ მოbrunდება ხელისუფლებაში, მაგრამ რაც ხდება დღეს ამ სასამართლო სისტემაში არის მისასალმებელიც და არის ლაფსუსიც, რომ ეს უნდა მომხდარიყო ადრე, ზუსტად იმიტომ რომ დღეს ეთერებში არ მძარიყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან რომ თურმე ეს ყველაფერი არის დადგმული. პატივისცემის მიუხედავად მე შემწყვა დღევანდელი. სხვა გადაცემა იწყება. ერთ სიტყვას როგორ თელი სამეგრელო თითქმის გაუპატიურებთ. უკაცრავად აღარ აგვაქვს დრო. როგორ აი ხა უკაცრავად შენ ამბობ რომ ეს ყველაფერი დადგმული. რა თქვით თელი სამეგრელოში აღმოჩენილი კადრებში მეუბნები რომ გირჩევ მე მეუბნები მაგას მეგრელ ხალხს მეუბნებოდი რომ დადგმული იყო ყველაფერიო და რაც კადრებში ამოიღეს სამეგრელოში ხდებოდა ედუკაცია რაში მაინტერესებს კარგით ბატონებო აღარ აგვაქვს დრო ბატონო კადრები ამოიღეს და იმაზე ამბობ დადგმული არ ცხვემი ამოიწურა ჩვენი დრო სხვა გადაცემა იწყება ახლა და ბატონო ხას მოკლედ თქვით თუ შეიძლება მე რო ხელისუფლებაში ვიყო გეუნებით ერთ გამოვიძიებდი ყველა საქმეს. აი მეთოდით როგორც სააკაშვილი აკეთებდა სხვათა შორის. ყველას დაუბრუნებდი. არა, მართლა გეუბნები. ყველას დაუბრუნებდი იმ ქონებას, რომელიც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. მე გადავდგებოდი და გავაკეთებდი ყველა. რამდენი სტანდარტი გაქვს? მალხაზ გულაშვილი, ზურაბ ქადარიძე, სვიად კუპრავა და თემურ ჭუმბურიძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. გმადლობ. დასრულებულია გადაცემა. სულ რამდენიმე წუთში ამ სტუდიაში რვიანი დაიწყება ნინო შიშილაშვილთან ერთად. გმადლობ. დასრულებულია გადაცემა.